მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს განვიხილოთ ასეთი თემა, როგორ აქვს მაგას საქმეები და ყველაფერი თქვენზე მის ცხოვრებაზე. Რა თქმა უნდა, ვკითხავთ ჩვენ რა აწუხებს მაგას, საერთოდ რა ხდება მის ცხოვრებაში, შეიძლება როგორ ემოციებში არის და ასე შემდეგ. ყველაფერს ვკითხავთ, მაგრამ უბრალოდ თავიდან გავაკეთოთ ჩვენ სიგნიფიკაცია და ამით მინდა უბრალოდ ვნახო რა ხდება ეხლა თქვენთან ურთიერთობაში. რა ხდება თქვენთან ურთიერთობაში? ეს იყოს ჩვენთვის სიგნიფიკატორი. ვიცოდეთ რომ თქვენია ეს გაშლა. ვიცით რა არის სხვათა შორის. აქ ერთადერთი შემიძლია გითხრათ, პრინციპში ძლიერი ურთიერთობა, აქ ძლიერი ადამიანი არის ერთად, მაგრამ მიდის ეხლა რაღაცა ერთგვარი ტრანსფორმაცია თქვენს ურთიერთობაში, რაღაცა იცვლება. რაღაცა ახალი უნდა შემოვიდეს, მაგრამ ჯერ ეს ახალი რა არის, არ იცით, მაგრამ ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერს, ერთადერთი პირიქით რას ვხედავ, იცით, რომ თუ დაუშვათ თქვენი ადამიანი იყო ცოტა არ იყოს ისეთი ტიპაჟი, რომ დაუშვათ ჯერ თავისი თავი იყო მისთვის ახლა მნიშვნელოვანი და მერე თქვათ ეს ურთიერთობა, აქ რაღაცა შეიცვალა. თუ დაუშვათ არ იყო გამცემი, არიან ზოგი ესეთ შეიცვალა, ეს რა თქმა უნდა ცვლილება მოხდებოდა თქვენს გამო, იმიტომ რომ თქვენ შეტყობა რაღაცა შეიცვალა და თქვენ ეტყობა უფრო მეტს აძლევთ თქვენ ქალურ ენერგიას, იმიტომ რომ ძუნწი კაცი შემოდის მაშინ, როცა შენ ხარ ძუნწი ემოციებით, როგორც ქალი არ აძლევ იმდენ ემოციებს, რაც საჭიროა. და ამით ახლა კაცი გამოხატავს ამით ფინანსებს, ფინანსურადაც და თუნდაც ხო, რა, საჩუქრები რომ გინდათ და რაღაცა, აქ დააკვირდეთ, სადა ხარ თქვენ უფრო ცივ ენერგიაში, სად არ აძლევთ თქვენ, რას არ აძლევთ თქვენ ისეც, რაც სჭირდება თქვენს პარტნიორს უშუალოდ. ხო და ეხლა თითქოს უფრო გაცემა უნდა, ანუ უკვე როგორიც იყო ადრე სიტუაცია, შეიძლება даже დაძაბული მომენტ, აქ არ არის, იცით, იმიტომ რომ აქ იცვლება სიტუაცია, ძალიან აშკარად, კი, თითქოს რაღაცა პერიოდი დამთავრდა, დაფიქრდა, კი, თქვენი პარტნიორი, კი, დაფიქრდა იმას, რომ ასე არ შეიძლება, რომ მე მინდა გავახარო, მე მინდა გავუკეთო რამე. ეს არ იყო მაგისთვის სხვათა შორის ადვილი, იმიტომ რომ შეიძლება იყო მომენტი, რომ დაუშვათ, იმის გამო თუნდაც რომ იმდენი ქონდა შემოსავალი, თქვათ, რაც მხოლოდ მაგას ყოფნიდა და გაცემა უჭირდა, მაგრამ ეხლა ვხედავ აქ, რომ რაღაცა თითქოს შეცვალა მიდგომა, დაფიქრდა, რომ მასე არ შეიძლება. და უკვე სხვანაირად მოქმედებს. აქ არის რაღაც ეგეთი თემა. თუ თქვენი ეს სიგნიფიკაცია, მაშინ კი, აქ შეიცვალა ბევრი რაღაცა, იცით? დიდი ცვლილება, რაღაცა კარმული გაკვეთილი გაიარეთ და აქ გადაფასება მოხდა. ან ვკარგავ, ან ვსწავლობ. ან ვცვლი ყველაფერს, ან არაფერი კარგად არ იქნება და აქ სიყვარული ან სიყვარულს ვირჩევ და ან და იქნება სულ ბრძოლა, იცით? და მამაკაცმა მართლა რამდენადაც მაგისთვის არ იყო ეს რთული, მაინც გადაწყვეტილება მიიღო, თავის თავში ქონდა კი ეს ბრძოლა, მაგას გაკვეთილი აიღო, იმიტომ რომ ბედნიერება უნდა ამ ქალთან. არ ვიცი, ახლა თუ თქვენია ეს სიტუაცია, მაშინ გავაგრძელოთ. ვნახოთ ახლა ჩვენ. ასეთი კითხვები დავუსვათ. ეხლა ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი რა აწუხებს? რა უხარია? თქვენზე რას ფიქრობს? რა ემოციებს
იწვევთ თქვენ აი ამჟამად რა, აი ახლა რა ემოციებს იწვევთ თქვენ. ну, როცა თქვენზე ფიქრობს რა. როგორი ურთიერთობა უნდა მას თქვენთან, აი ახლა. რას გიმალავს, იმიტომ რომ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი საიდუმლოები, რას გიმალავთ? რა ეშინია? და ვნახოთ იქნება თუ არა რამე ქმედებები მაგისგან, აი თქვათ ახალი დაუშვათ, რას უნდა ელოდოთ. ათიანი თასების სიხარული, სიყვარული, ой, რა გაიკარგები მოდის. აბა ვნახოთ ახლა ჩვენ, ხო? რა აწუხებს? მიცით რა არის? აქ შეიძლება ეხლა მოდით ასე გეტყვით, ეხლა არ ვიცი, ვისი თქვათ ეს თემები და რაღაცა დაიჭირეთ თქვენი რა. მე ეხლა ნაკადში, რასაც მოვა, იმას გეტყვით. პირველი, ანუ შეიძლება ამ ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს სახლთან დაკავშირებით. შეიძლება ან დაკარგა სახლი, ან ვაფშე ვიღაცასთან ხანძარიც იყო, ან რაღაცა ინგრევა, ანუ რაღაცა აწუხებს ძალიან ეს რო თქვათ, აი ეგრე, აი მიწიერ დონეზე მოდით ასე რო თქვათ რა. შეიძლება აქვს რაღაცა ეგეთი პრობლემა დაუშვათ, ან ეს არის ანუ მაგისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა. შეიძლება ეს იყოს შინაგანად. ეხლა ეს ადამიანი არის როგორ იცით, ანუ აი ცეცხლი უკიდია რო იტყვიან რა, რომ რაღაცნაირად მინდა რომ იცის რომ ეს ძველი მიდგომა, ხო, ძველი ფიქრები უნდა წავიდეს მისგან, მაგრამ აქ ძალიან ისეთი სიტუაცია შემიძლია გითხრათ, რომ მაგრამ ეს პირდაპირ გაგებეთეთ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა სახლში რაც ხდება მასთან, ეგაც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სახლი შეიძლება იყოს დაუშვათ ახლა თავისი მშობლიური სახლი, ან თუ ერთად ცხოვრობთ შეიძლება ანუ ყველას თავისი სიტუაცია აქვს, ხო ხდებით, მაგრამ არის ეს მომენტი, კი, აქ რაღაცა ოჯახი. ოჯახთან დაკავშირებით აქ მაგას რაღაცა ძალიან დიდი პრობლემა. ან შეიძლება დაუშვათ თავისი მშობლიური ოჯახი, ხო, თავისი თქვათ ახლა ну შეიძლება რემონტი სჭირდება მაგის სახლს, რა ვიცი, აი რაღაც ეგეთი მომენტი მოდის აქ. აი ეს აწუხებს მაგას. თუ დაუშვათ თქვენ ხართ ოჯახი და ცოტა სიტუაცია თქვენთან დაიძაბა, მაშინ ესეც აწუხებს ძალიან მაგას. ესეც. კიდე შეიძლება ჯანმრთელობა და ფიქრი მშობლებზე. ეგაც. აი დაუშვათ ვიღაცა შეიძლება მამა ყავს ცუდად ან რაღაცა ეგეთი ანათესავი ვიღაცა, ეგეთი თემა არის აქ კიდე ვინმესთვის რა იქნება. ვნახოთ ახლა რა უხარია. სიყვარული უხარია. ამ ადამიანს გულში აქვს სიყვარული, გაიგეთ, ძალიან დიდი სიყვარული აქვს, ძალიან თან. ნახეთ ახლა ეს როგორი სიყვარული. თასების საერთოდ ტუზი ეს არის ისეთი სიყვარული, რომელიც ეს არის უანგარო სიყვარული. ეს არის როცა მე მიყვარხარ უბრალოდ იმიტომ რომ შენ არსებობ. იმიტომ რომ შენ ხარ. გაიგეთ? აქ ასეთი სიყვარული არის რა. და ძალიან უხარია. პლუს კიდე ნახეთ ახლა ამ ადამიანს აქ როგორი მომენტი კიდე. მაგას ჯერას ძალიან მომავლის. ანუ ესეთი ტიპაჟი არის, შეიძლება მეოცნები ადამიანი იყოს და ანუ ძალიან აი რაღაცა ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ახსაც ახლა დაიწყო და ახალს ვიყიდა, ან ახალს გავაკეთებ, გაიგეთ, აი ეს რაღაცა. ну აი ეს ძალიან მაგას ახლა უხარია, რომ სიყვარული მაგ გულში. ესეთ მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ეს სიყვარული. მე ხო გითხარით, აქაც რაღაც შეცვალა მაგან მიდგომა, იმიტომ რომ თუ აქ იყო სიგნიფიკაციაში, რომ რაღაცა კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ თქვენზე ფიქრები.
ну თქვენზე ფიქრები აქ მაგას ძალიან აი როგორ იცით სხვათა შორის აქ როგორი ენერგია თქვენზე რო ფიქრობს თითქოს ენერგია ემატება ანუ რაღაცნაირად აი ცეცხლი უკიდია იმ დროს როცა თქვენზე ფიქრობს რა ანუ მართლა ძალიან სხვათა შორის ჩემ მოსწავლეებისთვის საყურადღებოდ მინდა ერთი კაი, მე რიგეთქო. ანუ ნახეთ ახლა ესე იგი როგორი მომენტი არის, იცით? ეხლავე ერთი წამით მინდა ეს გავიქო. ცეცხლი, კი. აი თქვენ მაგაში იწვევთ ცეცხლს, პლუს კიდე ნახეთ, როცა თქვენზე ეს ადამიანი ფიქრობს, მართლა აქ დაჟე როგორ არის, აი თქვენზე ფიქრი, როცა ადამიანი თქვენზე როცა ფიქრობს, რაღაცის ქმედება უნდა. აი რაღაცა მინდა გავაკეთო. აი თითქოს თან თქვენ თვითონაც კი, და ეს ნახეთ თქვენ თვითონაც ისეთი ადამიანი ხართ, რომელიც აი სულ წინ უყურებს, გაიგეთ, სულ რაღაცა წინს უნდა გინდა და ეს თითქოს მოყვება თქვენ. მაგრამ აქ ნახეთ როგორ საინტერესო არის. აი თქვენ მას აღვიძებთ რითი იმით რომ თქვენ სულ სათხარ წინ მიდიხართ. აი გამოცდილება გაქვთ. მე არ გამოვრიცხავ სხვათა შორის რომ აქ შეიძლება იყოს სხვაობა ასაკში. სადაც ქალს აქვს უკვე გამოცდილება დიდი. ან არიან სხვათა შორის პატარა გოგოებიც რომ მოდიან იმსეთი რესურსით მოდიან რომ მართლა იტყვი რომ აი უკვე თითქოს ახლა იმ ხელა ცხოვრებაა გამოვლილი რომ ну რა ვიცი ეს უკვე რა თქმა უნდა ჩვენ სული მოვიდა ასეთი რა ქვია ბარგით რა ხო და ამიტომ აი არაფრის არ გეშინიათ გაიგეთ მიდიხართ წინ აი რაც არ უნდა იყო არანაირი დაბრკოლება რა ანუ მიდიხარ წინ კი გაგდოთ თქვენ და აი ანთებთ მაგაშიც რაღაცა ენერგიას გაიგეთ ანთებთ ანუ თითქოს მეც მინდა ვიყო შენაერი მეც მინდა მე ახლა აქ გოგო არ ავიღეთ ჩვენ ახლა სიგნიფიკაცია მაგრამ ნუ რადგან გვაჩვენებს ეს თვითონ მაგას ესე იგი თქვენ მართლა ძალიან ძლიერი ხართ იცით კი ბატონო ემოციები ნახოთ მაგის ემოციები ну აქ არის როგორ იცით აი ქალ ღმერთია ჩემი რა ისე შემიყვარდა სხვათა შორის აი ამ დასტაში ეს არ კანი ეს არის რვიანი ხო იმისი რა ქვია გვერდხების ну არა აქვს მნიშვნელობა უბრალოდ როგორ ხა არაკული როცა არის ახლა აქ შეგიძლიათ ახლა მაინც ძალიან არ წაიკითხოთ როგორც კლასიკა ეს მესიჯი ჩემი მოსწავლეების ხო ანუ ნახეთ ახლა როგორ არის ანუ ემოციას რომელიც თქვენ იწვევთ აი რაღაცნაირად იცით ну ეს შეხედეთ თქვენ თვითონაც ნახეთ გოგო დგას და სუსხივებშია ქალ ღმერთია რა ქალი რომელიც არის ჩემთვის ყველაფერი ქალი რომელიც ემოცია რომელიც აი გზას მინათებს არა ამ ქვეყნიერი ეს არის რაღაც საოცრება სასწაული ქალი ანუ აი იცით როგორ არის თქვენ ახლა ჩვენ ემოციაზე ვიკითხებით ხო ანუ თქვენ ახლა იცოდეთ რომ რანაირიც არ უნდა იყო თქვა ზოგი შეიძლება აი შეხედულებას იმას კაცები მასეა კი ვიზუალი ვის არ უყვარს ხო და ვის არ მოსწონს თქვა რომ აი ლამაზად უნდა გამოიყურებოდა და ასე შემდეგ მაგრამ აქ იცით როგორ არის კაცი აი თქვენ სულს ხედავს ვოთ თქვენ სულს ხედავს აი ემოციები მისი ემოციები არის ის რომ თქვენ ანათებთ გაიგეთ თქვენ გაქვთ ეხლა ძალიან გემრიელი ენერგია ქალისთვის ეს ძალიან გემრიელი ენერგია არის აი ანუ ქალური ენერგია ნამდვილი გაიგე როცა ასხივებ როცა აი რაღაცა სწავლე რა და მაგრები ხართ როგორი ურთიერთობა უნდა თქვენთან ამას როგორი პენტაკლების დედოფალი ჩემი ქალი ხარ ჩემი ცოლი ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ხარ ну
ამ კარტებით შემოკარგებო, ეხლა მე რა ვიცი, ისედაც გასაგები იქნებოდა, მაგრამ შენ გემს აი ძალიან მაგარი ის სიტყვა ხა ბევრი რაღაცებს ვუსმენ მე ხსულ და ერთ-ერთი სიტყვა იყო კაც უყარს ის მოიცადა ვინც მიყვარს იმას ვემსახურები გაიგეთ ვინც მიყვარს იმას ვემსახურები ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა თქვა რომ აი ბიჭი რო იბადება ხო აი ეს არის მაგისტრის აი ამ დივიზით იბადება რა ვინც მიყვარს იმას ვემსახურები გაიგეთ იმიტომ რომ მამაკაცები ხო იცით ახლა ძალიან უფრო ამაყები და რაღაცა მაგა ქალი რომელიც უყვარს იმას მზად არის ემსახუროს ხო და აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის რომ რა თქმა უნდა ჩემს ყველაზე ჭკვიანს ულამაზ გოგოს აქ დაჟე როგორ თან მუდმივად აი სულ იმენა იმიტომ რომ აქ არის ესეთი ყვავილი ქართულად ვერ გეტყვით რა ქვია მაგას არ მახსოვს რუსულად გეტყვით ლილია თუ ვინმე იცით ხო და ანუ შენს გვერდით მეგულე აიგეთ რა ხდება და ამას დაჟე როგორ არის იცით აქა რომ როგორი ურთიერთობა უნდა აი ზუსტად ესეთი ურთიერთობა უნდა როგორიც აი ხო გეუბნები ზოგს უნდა რომ ცოლობა ნუ ზოგს ახლა უკვე თუნდაც როცა ერთად ცხოვრობენ ერთად იმყოფებიან ანუ ყველაფერი შენთვის მინდა ხო მიმიხვდეთ იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი ეს ახლა როგორი ურთიერთობა გინდა რა თქმა უნდა რომ იყო შენ ჩემი ხარ всё ეს უკვე ჩემი დედოფალი იმიტომ რომ პენტაკლების დედოფალი იგივე იმპერატრიცას ენერგიები რა ანუ ყველანაირად ანუ შენს გარდა არავინ არ მინდა ეს ასეთი ენერგია ნახოთ ახლა რას მალავს ნახოთ რას მალავს და მალავს ნახეთ რას მალავს და მალავს აბა რას მალავო და ახლა გვითხრით ჩვენ რა გაკ ამ ზურგ ჩანთაში ნახეთ რას მალავო არკანიც გამოვიდა მალავს მაშინ გითხარი ახლა რას მალავ ჩვენ აქრისთვის ვართ რო ყველაფერი გავიგოთ შენზე რას გვიმალავ ახლა შენ ზვირფას რას გვიმალავ ნუ იმპერატრიცა და თასების დედოფალი და რა არის ეგ ერთი წამი გაიგეთ არას ანახეთ არავის არ მისცემ უფლებას რომ შენი თავი მომიტაცონ ნახეთ რას მალავს ანუ ეს არის ჩუმე ეჭვიანი მაგას ასეთ კაცებს უძახები ანუ როგორ არის ანუ არ გამოხატავს იმას რომ აი ნედამს არ მინდა რომ ვინმე სადღაც გაბედოს და შენ სივრცეში შევიდეს არ ნედამს არ მინდა რომ გავიგო ჯერ არ გამიგიაო მაგრამ თუ გავიგე რას ეზავს და არა აქ ნუ ძალიან უყვარხართ იცით და კიდე რას გიმალავს იცით ნახეთ აქ ამან კიდე მიიღო მყარი გადაწყვეტილება ანუ შეხედეთ შეიძლება ამ ადამიანს აქ რაღაცა მომენტები თავის ცხოვრებაში შეხედეთ რაც მე ხო გითხარით ვიღაცა სხვაობა ნახეთ გეტყვით ახლა აი დაუშვოთ ესო საიდუმლოა ხო თქვენი დამალვა უნდა ჯერ პირველ რიგში საზოგადოებიდან ანუ თუ თქვენ გაქვთ დაუშვოთ ურთიერთობა იდუმალი იცოდეთ არ უნდა თქვენი თქვა ჩვენება რომ ვინმე სხვებს იმიტომ კი არა რომ არ უყვარხართ რამე აქ ამას თავისი რაღაც მიზეზები მეორე კიდე იმიტომ რომ აქ რაღაცა განსდავს მაჩვენებს არ უნდა რომ ვინმე დაინახოს ეს თქვენი ურთიერთობა არ გაფუჭდეს მეორე კიდე თუ ცოლი ხართ ხო ყველაფერი კარგად არის და ნამდვილად თქვენთან უნდა ურთიერთობა ყველაფერი წლები და ასე შემდეგ თუ დაუშვოთ კიდე არის ვარიანტი ნახეთ რაღაცა მიზეზის გამო იმიტომ რომ მაპატიეთ ასე რომ გადავხვდები ხოლმე რა მესმის რომ არ არის ეს სიამოვნო ეს მაგრამ აი რაღაც ესეთები როცა ნაკადში მუშაობ ასეთი რაღაცები გემართება რა
თან მithumetes ჩემ შემთხვევაში რომ რუსულიდან ზოგჯერ მიწევს ქართულად თარგმნა ნაკადიდან ძნელია. ეხლა ნახეთ რა ხდება. შეიძლება ამ ადამიანმა ანუ ესე იგი ისეთი სიძლიერე არის თქვენს წყვილში და დაუშვათ იყო რაღაცა მომენტები, როცა თქვათ ну ამისთვის იყო მნიშვნელოვანი საზოგადოების აზრი. აი ეხლა აქ თითქოს შეცვალა ეს. გაიგეთ, შეიცვალა. მზად ვარ მე რაც მაქვს თქვა. რატომ? ნახეთ, იმიტომ რომ აქ ამან მიხვდა რომ მე მინდა რომ ეს ქალი იყოს ჩემთვის, მე მიყვარს ეს ქალი და აქ даже როგორ არის ვეცდები მაქსიმალურად რომ მისი პრობლემები მე ავიკიდო, დაუშვათ, კიდე ეს მომენტი არის. პლუს ამან კიდე არჩევანი გააკეთა, ნახეთ. ან ცოლობა, რაც გითხარით იმპერატრიცა და პლუს კიდე ისე რა ქვია მაგას. პენტაკლების დედოფალი, ხო? ან თქვენი ცოლობა, თუ ცოლობა არ შეიძლება და იმიტომ რომ საჯარო გაშლა. თუ ცოლობა არ შეიძლება, ამან გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ აქ შეიძლება იყოს სხვაობა, გოგოებო, იმიტომ რომ ახალი დედოფალი და რაინდი. მე გადაწყვეტილება მივიღე რამდენადაც არ იყოს ჩემთვის ეს მტკივნეული, რომ ეს არის ჩემი ქალი, მორჩა. და მე ვიქნები მაგასთან, სანამდე ეს სიყვარული იქნება. მიხვდით? აი ეს არის. სო. აი ამას არ გეუბნებათ, გაიგეთ? ანუ არ იზის და ეს თელი ცხოვრება შენთან იქნება. შეიძლება ზოგისთვის კი ამბო, მაგრამ აი ნუ ჩვენ ხო ვკითხეთ ახლა რას გვიმალავს. აი ამას გვაჩვენებენ ჩვენ. მიხვდით? მომწერეთ თუ მიხვდით, რომ მარტო ჩემთვის არ ველაპარაკო. კი. და ნამდვილად მზად არის ეს ადამიანი პასუხისმგებლობის აღებაც, შრომა, რამე, აი ყველაფერი აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველაფერი. ოჩახ. კაი. რისი შიში აქვს? და ეს ვერ გავიგე კიდე სამიანით ასების აქ შენ ხო თქვი საზოგადოების კიდე შენ ხო თქვი რომ აღარაო. კიდე რა არის რისი შიში გაქვს? აჰა. რისი შიში აქვს? იცით როგორ არის? აი მე გეტყვით. რაც აი აქ რო დავიწყე, ხო წამოვიდა ეს ინფორმაცია, ნახეთ. იმის შიში აქ რომ აი არაფერმა არ შეცვალოს ჩვენს ურთიერთობაში საზოგადოების გამო. შეხედეთ, ამან კი აი აქ შეიძლება ეთყობა რაღაცა გონებრივად, მენტალურად, მაგრამ აქ ფიქრობს რომ ნამდვილად მე არ მაინტერესებს არავისი აზრი, მაგრამ ეშინია რომ დაუშვათ ვინმემ რომ გაიგოს მის სიყვარულზე, ეს სიყვარული მისთვის ძვირფასი. ну ეხლა ნახეთ, ზოგი შეიძლება იტყოს რომ კი მთელი მეგობრები ჩემ იციან და მთელი ნათესავები იციან, მთელი რაღაცა იციან. ну ესე იგი ან არ არის თქვენი გაშლა, ან არის რაღაცა ესეთი მომენტები, რომელიც ეხლა შეიძლება ამ გაშლაში თქვენი არ არის, თუ დანარჩენი ყველაფერი რეზონირდება. იმიტომ რომ ამას არა აქვს, იცი რა, კიდე მაშინ მეორე ვარიანტი არის, აქ ზოგს ეშინია კორწინების დაუშვათ, მაგალითად, არის ესეთი, აი თუ თქვენ რომ მეშინია რომ რაღაცა შეიცვლის ეს კორწინება სიტყვაზე, ეგაც შეიძლება იყოს აქ. კიდე რის ეშინია? ამას ძალიან ეშინია რომ შეიძლება ურთიერთობაში ეს ტკბილი დღეები, როგორც აი თქვენ შეიძლება თქვა დიდი ხანი ხართ ურთიერთობაში, ხო? даже როგორი მომენტი აი აქ კიდე აი ეგეთი ურთიერთობა, მაგას შეიძლება პირველად აქვს ეგეთი სიყვარული, აი ერთ-ერთი სიყვარული მისია დაუშვათ, ხო? და შეიძლება ფიქრობს იმას, რომ არ გააფუჭოს, თქვათ, ქორწინებამ, თქვათ, დაუშვათ, ხო? ან რამე, მოდი ასე ვთქვათ, რამე არ გააფუჭოს, ეს ჩემი ძვირფასი ურთიერთობა, რომელიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, აი არ გაფუჭდეს და არ ანუ როგორც ეხლა ხარ თქვენ ძალიან კარგად და მშვენივრად, რომ აი ეს სიტუაცია არ გააუფასურდეს. პლუს კიდე ანუ ეს პერიოდი უნდა რომ სულ იყოს, გაიგეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პერიოდი და ამის ეშინია და შეიძლება მაგაზე მეტი რაღა უნდა ვთხოვო რა, რომ აი
კარგად არის ადამიანი აქ ამ ურთიერთობაში, კარგად გრძნობს, უფრთხილდება, მნიშვნელოვანია. რომ ბედი არ შეიცვალოს და არ ანუ აი რაღაც იმიტომ რომ ძალიან კარგი პოზიცია და რატო უნდა ეშინოდეს? იცავს. იცით რა არის? რის ეშინია გეტყვით? ეს ადამიანი, იმიტომ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს დიდხანს. იმიტომ რომ აქ მეუბნება, რომ თუ დაუშვათ ეს, რამე მოხდება, თქვა დავშორდებით ან რაღაცა, აქ ადამიანი ძალიან ცუდად იგრძნობს თავს და აი ხო გეუბნებით, იმიტომ რომ აქ უკვე ესეთი არკანები იყო, შეიძლება ამაზე არც გესაუბრება, არც გეუბნება, არც თქვენ ვაფშე დაჟება გაგიკვირდეთ ახლა. მიხვდით? იმიტომ რომ აქ შეიძლება ზოგჯერ ან დიდი ხანი შეიძლება იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია და ეხლა შეიცვალა. გაიგეთ? აი ეს არის რომ აი იმიტომ მიყვარს ტარო, რომ ისეთ რამეს გვაჩვენებს ჩვენ ქოცნებიერიდან, რაც ჩვენ შეიძლება პარტნიორს უყურებ და ვერ ხვდებით, ხო? მაგრამ აი ახლა ამას რო დააფიქსირებთ, თქვენ ახლა უკვე სხვა თვალით შეხედავთ პარტნიორს და თქვათ მისი თქვათ შეიძლება აფური აქება, შეიძლება რაღაცა აი ხუმრობა იჯიკის სახში არ წახვიდე. ისეთ ხუმრობით გითხრა სიტყვაზე ან რაღაც აი ეგეთი დააკვირდით სიტყვებს მაგისეს, გაიგეთ? ფანჯარა დახურე, ფარდები გაწიე, აი ეგეთი რაღაცები, ეს პატარ-პატარა რაღაცებში რა. ეს იმას ნიშნავს, რომ აი მიშინი არავინ არ დაინახოს, ეს ჩემია და ანუ სულ ეგეთი რაღაცა რა. მედებები. იცით რა არის? აი მაგას კიდევაც გეუბნებით. აქ ახლა ქმედებებს ვეკითხები, მაგრამ ქმედებები ისევ ეს ქმედებები. არავის არ მივცემ უფლებას, რომ ვინმე ჩაერიოს აქ. იმე მირჩევნია, რომ არავინ არ იცოდეს დაუშვათ ამ რაც ხდება, ანუ თუნდაც ნახოთ სუმცირე რა ხდება ჩემ ოჯახში, თუ ოჯახზე ელაპარაკი, იმიტომ რომ აქ ბევრი ისეთი არკანები არის, შეიძლება ოჯახზე ეხება. და არ მინდა რომ ვინმემ რამე გაეგოს რა ხდება ჩვენ ოჯახში, იმიტომ რომ ეს ცვლილებები რომელიც მინდა ეს არის მხოლოდ ჩვენი. ხო? თუ ეს ოჯახი არ არის, თქვათ, ერთად ხართ და თქვათ იდუმალზე გითხართ, რომ ყურუმი კიდე გამოვიდა. ანუ ეს ისეთი მომენტი არის, რომ ჩემთვის რაც არის ძვირფასი, მირჩევნია იყოს ასე დამალული, ვიდრე თქვათ, რამე შეიცვალოს და ვინმემ გაიგოს და საერთოდ დავკარგო. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ ამას უნდა თქვენთან ბედნიერება და ამას უნდა თქვენთან ტკბილი ცხოვრება. გაიგეთ? და აი ეს აქ შიში აქვს ძალიან დიდი, რატო გაქვს ესეთი შიში? იმიტომ რომ ძალიან კარგად ვარ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, მე აქ როგორც კაცი, იცით როგორი მომენტი არის? ეს კაცი ეხლა თქვენს ხელში იზრდება, იცვლება, თითქოს ნახეთ, ანუ დააკვირდით ტრანსფორმაცია მიდის. ანუ რაღაცა იცვლება ისეთი მასში, რომ აი თითქოს თავის, ანუ უკვე ბავშვი აღარ ვარ, ხდება რომ ბავშვი არ ვარ, გონებრივად ბავშვი აღარ ვარ. აი აქ მიდის ეს ბრძოლა. მე უკვე კაცი, აი ჩამოყალიბება ხდება, ვოთ, გამახსენდა. კი. იმიტომ რომ ნახეთ, ეს დაფიქრდა და მივხვდა რომ მორჩა. უკვე ეს ბავშვური საქციელი, ბავშვური ქცევები, იმიტომ რომ იყო რაღაცა, როცა აი მაგდაგვარი რაღაცა გაშლები ჩვენ მქონდა. იმიტომ რომ გოგო შეცვალა თავისი მიდგომა, გაიხსენეთ, აბა და ამიტომაც აქაც რაღაც თქოს გაგრძელება მოდის, გაიგეთ ახლა ამისი. მართალი ვარ. კიო, მართალი ხარ. კარგით, მოდით всё რჩევა და მორჩა ამ გოგოსთვის, ვინც უყურებს. ერთხების დედოფალი. შენ აღვიძებ, შენ ყველაფერი იცი, შენ სწორედ იქცევი. აქ ესეთი რჩევა არის, გაიგეთ, აქ მეტი რჩევა აღარ მეც. ბატონო, სწორი გზით მიდიხარ, ხსნი ამ შენ მამაკაცს, ხსნი თან ძალიან მაგრად ხსნი. და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ აი არ ვუყვარ ვარ რაღაცა ეგეთი რამე. აქ ახლა
ყველანაირად ბლოკებიც იხსნება და იქნება ძალიან ცოტას დაელოდეო რა. ნუ კიდე წყვილები. კი, ძალიან კარგად იქნებით რა. აქ ძალიან მაგარი რაღაცა არის რა, აი ძალიან მომწონს, ჰარმონიაში მიდიხართ. აქ даже ვიღაცას შვილიც ეყოლება სხვათა შორის თუ თქვენთვის აქტუალურია. ძალიან მაგარია კარტებია. ჩემო ლამაზებო, მოდით ამაზე დავასრულოთ, მომწონს მე სიტუაცია და ნამდვილად ველოდებით კომენტარებში მომწერეთ ვინც ანით ეს თქვენი სიტუაცია და მე რა თქმა უნდა გისურვებთ რომ ეს ყველაფერი კარგი რაც არის აქ იყოს თქვენთვის და